მოგესალმებით ჩვენო მაყურებელო, ჩვენ ვართ TL გრუპი, ეს კი TL Time-ია. ისევ და ისევ ჩვენ ვიმყოფებით Drunk TED-ში, შეგიძლიათ მობრძანდეთ და დააგემოვნოთ აქაური უგემრიელესი კანჭი და უგემრიელესი ლუდი. მოკლედ ვიწყებთ TL Time-ის კიდევ ერთ ეპიზოდს, რომლის პირველ ეპიზოდშიც მე შემოგთავაზებთ 2026 წლის Jeep Cherokee, რომელიც რატომღაც გამოუშვეს 1.6 ჰიბრიდულ ძრავზე, ალბათ გაიგეთ კიდევაც. ძალიან საკვირველი. რომელიც არის 210 ცხენი ძალზე, არის ვარიატორ კოლოფზე. და რაც ძალიან მიკვირს და არ ვიცი როგორ იქნება ეს პრაქტიკაში 5 ლიტრს ვკპირდებიან 100 კილომეტრზე. ნუ როგორც ყოველთვის ვკპირდებიან, მაგრამ იქნება. იდეალური იქნება, მაგრამ აიწევს 1-8 ლიტრამდე წვა. ამ ხელა მანქანა 1.6 ლიტრს მოკლედ ტენდენციას ჯიპიც არ ჩამორჩა და როგორც ყველა ავტომწარმოებელი აკეთებენ, ანუ უკვე ქალაქის SUV-ებს რა, იმიტომ რომ აი აშკარად მიდრეკილება. არჩევანიც არ აქვს ამ შემთხვევაში, მხოლოდ 1.6-ზე გამოუშვეს ეს მოდელი და ხო, სხვა ძრავი კარგავს თავის სახეს, ესე ვთქვათ. ხო, ანუ ჩვეულებრივი off-road-ის მანქანა, რომელიც ვიყვარდა Trailhawk-ი, რომელსაც ძალიან ბევრი შეკვეთები გვაქვს ჩვენ ამერიკიდან და ჩამოყავს და off-road-ზე იქ დაატუნინგებენ, დალიფტავენ და მიდიან off-road-ზე. ეგეთი Jeep Cherokee აღარ გვეყვარდა. ძველი ძრავები, მე ვფიქრობ, დამთხები რო იყოს, ძველი ძრავები ფაქტიურად ამოიღეს ეს. ბიჭებო, მე ვფიქრობ, რომ ძველ Jeep Cherokee-ს ფასი აეწევა. არა, იმიტომ რომ ფასი ახსენე, ფასი ბოდი შეგაწყვეტინე, ფასი იწყება ყველაზე დაბალი კომპლექტაციის $37000-დან. კარგი რა. მაქსიმუმი? მაქსიმუმი 46 ადის, შენ წარმოიდგინე. ანუ ფასი utolდება გერმანულ მანქანებს, წარმოიდგინეთ რა, Jeep Cherokee-ია ბოლოს და ბოლოს. მის კონკურენტებზე ვისაუბროთ ახლა, შევვალოთ Equinox-ი. რომელიც ვიზუალურად ბევრად მიჩნეულია. ბევრად უფრო ლამაზია. ბევრად ნაკლები. მაგრამ ისიც რა ძრავით გვაქვს? 1.5 ტურბო არის. კი. ნუ ჰიბრიდი. ესაც ვარიატორზე არის. თუმცა Equinox-იდან არ არის გასაკვირი ხა. ნუ არა, მოდი ფასი შევადაროთ, ხო, რა ღირს Equinox, მაგალითად, Cherokee კი 37-დან იწყება და ანუ მაქსიმალური კომპლექტაცია რომელზე ადის? 46-ზე წევა $46000. ამ დროს Equinox-ი რა ღირს? 30 ნახევრიდან იწყება და ახლა 30 ნახევრიდან და მაქსიმალური კომპლექტაცია ადის 36 ნახევარზე. ესე იგი 10000-ით ძვირია და ვიზუალურად გაცილებით ჯობია Equinox. ანუ ესე იგი მახინჯი Cherokee-ის დაბალი კომპლექტაციის ნაჭრისალონზე ფასად შეგვიძლია ვიყიდოთ ულამაზესი Chevrolet Equinox-ი Limited-ი, ანუ მაქსიმალური კომპლექტაცია რა. ხო. ნუ აქ ალბათ Chevrolet მოიგებს. ერთადერთი თუ გადაწონის ჰიბრიდი ვისაც უნდა თორე. კი, და თუ გაამართლებს. ნუ მესამე კონკურენტი წავს სამ მოდელს. მესამე რომელია? ეს არის Subaru Forester-ი. ნუ ხო, ყველაზე ესე ძლიერი კონკურენტი. რა თქმა უნდა, ნუ ფასითაც უწევს კონკურენციას და ღირს 31000 ბოდიში $500, ყველაზე დაბალი კომპლექტაცია და ადის 43000-ზე. ეს არის 2.5 ძრავზე. ტრადიციულ 2.5 ძრავზე 180 ცხენის ძალზე და ესაც ვარიატორზე მომხმარებელმა და არის გამართლებული დროში გამოცდილი. თქვენ რა სიტყვით ეგ მაინტერესებს ხა ამ სამი შედარებაზე, ნუ რა თქმა უნდა დიზაინი დავიწყოთ ვიზუალით. ძალიან კარგია Equinox-ი. მე პირველ ადგილზე დავაყენებდი მას და შემდეგ ასარჩევად არის უკვე Forester-ი თუ Jeep Cherokee. სალონი რომლის უფრო მოგწონთ? Cherokee-ის ასევე Equinox-ის. ჩემი აზრით Equinox-ი ლიდერია ამ სამ შორის. რაც შეეხება Forester-ს, ტრადიციულად კარგი შიდა ინტერიერი აქვს, გარე ინტერიერი რაღაცა დაბერილი ძველი ძარა არის, თუმცა მე Equinox-ი მარტო მე არ მომწონს Forester-ის ახალი ფარები, მის გადართე, აი მართლა მაინტერესებს ყველას აზრი, იმიტომ რომ მაყურებელსაც მინდა რომ თქო აზრი დააფიქსიროთ. ახალ Forester-ებს რაღაცნაირი ფარები გაუკეთეს, აი გაუგებარი რა, ზემოთ რაღაცა ლედია და ქვემოთ არის ნატურა. მე პირადად რავი, არ მომწონს. დანარჩენი მომწონს, მაგრამ ფარები ძალიან რაღაცნაირია რა. და ის თუ შეამჩნიეთ, რომ თითქმის სამივე მოდელი ერთმანეთს დაამსგავსეს. ზომებში გაიზარდა.
ზომებში ხო, ტენდენცია ყოველთვის ეგრეა, რომ ყველა მანქანა და ყველა რაღაც ოთხკუთხედი ფორმების არის თითქმის. კი, კუთხოვანი წინა გადაცემებშიც განვიხილეთ, ისინიც კი, თუ გაიხსენებთ. მაინც რატომღაც Equinox-ი გამოიკვეთება სილამაზით გარითაც. რბილი ფორმები აქვს, მომრგვალებული ფორმები აქვს. ტორპედო და ინტერიერით Forester-საც არ აქვს. Equinox-ი მაინც შიდა და გარე ვიზუალი Equinox-ის გამოირჩევა. არავის არ ცდილობს რომ დაემსგავსოს, ეგა ჩემი აზრით ამის უპირატესი რა. კი, გეთანხმებით და ნუ ალბათ ამ სამიდან მეც Equinox ვიყიდი. მაინც GM Motors აქვს ეგ რესურსი და გამოცდილება. ანუ თავის ხაზი უჭირავს, არავის არ ბაძავს. და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს 1 და 5 რაცაც პრობლემებით ვიცნობდით და ძალიან პრობლემური იყო, დაამუშავეს, გამოასწორეს ყველანაირი სისუსტე და აქ უკვე აი ამ ბოლო თაობა Equinox-ში ძალიან კარგი ძრავი და ძალიან კარგი გადაცემათა კოლოფია. ნამდვილად ახლა ამ სამ შორის ლიდერია. რაც შეეხება ახლა Jeep Cherokee-ს ბიჭებო. ხო, არ გადავხვით. რაღაცატომ აცთენა აქვს რა. სულ აღარ გავს ძველ მოდელს. არაფერი. არჩევანი არ შეიძლება რაღაცით გავდეს რა. არჩევანი არ დაუტოვეს, შორიდან რომ დაინახო, ვერ იფიქრებ რომ Jeep Cherokee-ა. იცი რა არის? რაღაცა მე მგონი ჩინურ მანქანასაც მიამსგავს. როგორი რაღაცა არის, იცი? დღესდღეობით ან ბევრი საუბრობს ამაზე, ხა ჩემი იდეა არ არის. ყველაფერი მიდის წინა მხარე ერთადერთი ზოლებით ნუ ხო დაუტოვეს. გრილი გავს, მაგრამ ეგ არაფერი. ანუ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყველა ამბობს ამას, მარტო ჩემი სიტყვები არ არის. ტენდენცია მიდის მარკეტოლოგიისკენ. რა, აი მაგალითად ახლა Jeeps რატო ყიდულობდა ხალხი რა? Jeeps არასდროს არ ვიყიდით. ინჟინრების გაკეთებული იყო. არა, იმიტომ არ ვიყიდით Jeeps, რომ რაღაცა, ანუ ქალაქში მინდა Jeep-ით მოძრავ. არა, Jeeps იმიტომ ყიდულობდა ყველა, რომ გასულიყო off-road-ზე. აუცილებლად გზიდან გადაუხვევ და გაბედულად. რა მინდა Jeep-ი, რომელიც არის ჰიბრიდი და off-road-ზე არაფრის გამკეთებელი. იგივე გააკეთა Toyota-მ. თუ იცით, ახალი Forerunner-ები გაქვთ ნახე? ან ელექტროხიდი დაუყენა. და ამ ხელა მანქანას 2 და 4 ჰიბრიდის ძრავი. ვიღაცა იტყვის რომ 2 და 4 4-დან 0-ზე უკეთესია, იმიტომ რომ ის არის რა ქვია, უფრო სწრაფია ელექტროძრავის. მანდაც Chevrolet-ის კონკურენტი ჯობია ჩემი აზრით Forerunner-ს. კი, ჯობია ნამდვილად. ფასითაც და არნაკლები გამძლეობა. ყველა გადადის ჰიბრიდებზე, საწვავის ეკონომიაზე და ისა ვიწყდება თუ რატო ყიდულობდნენ მათ ავტომობილებს. ვიზუალზე ხო ეს Cherokee რაღაც საშინელება მონსტრია. და მეორე ანუ Cherokee ჰიბრიდი თუ მომინდება, ვიყიდი Toyota-ს ან რაღაცა სხვა მარკას, რომ ჰიბრიდულად ვიარო და არა Jeep Cherokee-ს რა. ასე რომ მე პირადად ამ სამიდან ვიყიდიდი Equinox ულამაზესი ავტომობილი. ჩემთვისაც ფავორიტია ამ სამ შორის. ნუ ვინც ეკონომიას ეძებს, ის Cherokee-ზე შეაჩერებს თავის არჩევანს. თქვენს მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში, რომლის ვიზუალი მოგწონთ, გარე ვიზუალი თუ ინტერიერი, რომელიც მიენიჭებთ უპირატესობას. ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი და მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. პრობლემების რუბრიკაში ჩვენ ვისაუბრებთ ავტომობილის თხევადი გაზის, აუზის ვადებზე და პრობლემებზე. საუბარია ავტომობილებზე, რომელიც იწარმოება ქარხნული თხევად გაზზე. რეალურად ამ ბალონს არ ჭირდება გამოცვლა, რადგან ქარხანა დამამზადებლის მიერ ისე არის კონსტრუქცია აწობილი, არის სამშრიანი კედელით და რეალურად კორეაში, სამხრეთ კორეაში, სადაც იწარმოება ეს ავტომობილები ქარხნულ თხევად გაზზე, არავინ არ ცვლის. ანუ შეუძლია მილიონი გაიაროს აი მანქანას იმდენად ხარისხიანი ბალონი და თვითონ ძრავიც. მიშკა, იქაური ვადები როგორ არის ეგეც რო გითხრა? წარმოებელ კორეაში არ არის შეზღუდვა 10 წლიანი ზღვარი არ არსებობს, როგორც ვიცი. არ არსებობს, თუმცა აქ საქართველოში უვადოა, ხო? უვადო, ვადა არ აქვს, იმიტომ რომ არ საჭიროებს რეალურად ეს ბალონი გამოსვლას. სანამ ავტომობილი იმოძრავებს, ის იმუშავებს, გაუძლებს. თავისუფლად შეუძლია მილიონი გაიაროს, ან რამდენსაც გაივლის ზოგადად. ჩვენთან არის სტანდარტული ვადები. როგორ არის, იცით, იმეც ხო ვიყავი ხე კორეაში რა და პირველი ახლა კითხვა მაწუხებდა, იმიტომ რომ რა ხდება რა, რეალურად ეს Kia-ს K5 და Hyundai Sonata, რაც ძირითადად ჩვენთან შემოდის ქარხნულ თხევად გაზი არის ძალიან გამძლე. ძრავიც გადაცემათა კოლოფიც არის ძალიან და ხო, აი რაღაც არანორმალურ კილომეტრაჟებზე არის საუბარი, მილიონს ცდებიან და მაინც დადიან ერთადერთი თუ ფუჭდებათ საწვავის ტუმბუარი და ეგეც უმარტივესი გამოსასვლელი და იაფია. ნუ მოკლედ არ გადაუხვიოთ. როდესაც კორეაში ვიყავი, პირველი კითხვა ეგ იყო, რა ხდება? და რა ხდება, რას უყურებ? ანუ 2010 წლიანი მანქანასაც უდგას თავისი ქარხნული აუზი. ეგ დათვალიერება როგორც ჩვენთან კეთდება, როდესაც ანუ გაზზე ვამბობ მხოლოდ
გაზის მიხედვით გაზის აპარატურაზე მომუშავე მანქანებზე ტექნათვალიერება კეთდება ესე საბუთ შეხედავენ აუზს შეხედავენ როდის არის გამოშვებული მორჩა არის ივა და კარგად იყავი ანუ არანაირი დეტალური შემოწმება როცა კორეაში ტექნათვალიერებაზე მართლა ამოწმებენ აუზის ვარგისიანობას და ის რაც არ უნდა ძველი იყოს თუ აუზი არის კარგი პრობლემა არა ტექნათვალიერება გავლილია იქაც ჩვეულებრივად როგორც ჩვენთან წელიწადში ერთხელ გადიან ტექნათვალიერებას რა ხო და ჩვენთან არის კანონი რომ ანუ ავტომობილი როდესაც არის გამოშვებული იქ აუზსაც აქვს თარიღი ანუ როდის არის გამოშვებული ავტომობილი ხო ბირკა სადაც წერია გამოშვების თარიღი სხვა შორის მინდა დავაფიქსირო რომ არ წერია ექსპლუატაციის თარიღი ანუ გამოშვების თარიღი წერია მაგრამ არ წერია ვადა სანამდე აქვს რა მაგრამ ჩვენი კანონის მიხედვით სტანდარტულად აქვს 10 წელი როგორც ჩინურ ბალონს და თურქულ ბალონს. ლაშა ესე იგი მანდაც პრობლემა გვაქვს 10 თენა გვაქვს რა. ანუ თვითონ წარმოებელი უადოთ უშვებს თავის ქვეყანაში რომ იმოძრაოს. თავის ქვეყანაში, ამხელა განვითარებულ ქვეყანაში წარმოიდგინეთ ჩვენთან და ჩვენ უკვე ვზღუდავთ. და რეალურად მაგ ბალონს გამოსვლა არ ჭირდება. არ საჭიროა. და რა პოპულარობით ისარგებლობდა წარმოიდგინეთ ეს თხევადგაზე მანქანები დღესაც მაინც არის მაგრამ ნუ ეს შეზღუდვა მაინც ადამიანებს ზღუდავს რა არ მოდის ის რაოდენობა ეს მანქანები ტექნათვალიერება არის ყველაზე დიდი პრობლემა და 10 თავი ჯობია ქარხნულ თხევადი გაზით იყოს მანქანა ვიდრე სიტყვაზე ვიღაცა გიას ჩაყენებული თხევადი გაზის ბალონი. კი, ბევრად. ანუ მაგაზე კარგი ბალონი სოფლიოში არ არსებობს. იმდენად ბენზინის აუზე გამძლე არის რეალურად. თხელი ქართული დამზადებული სამშობლოა. ერთით შევახსენოთ ჩვენ მაყურებელს, თვითონ სამხრეთ კორეა არის მომპოვებელი ამ თხევადი გაზის. შესაბამისად, იმიტოა ამდენი მანქანა იქ ქართულად იწარმოება თხევადი გაზი. იაფიღი და იქ ანუ საწვავი იყო ესე, ყველაზე იაფიღი თხევადი გაზი, შემდეგ სიაფით იყო დიზელი და დიზელზე ორჯერ ძვირი ღირდა ბენზინი. შესაბამისად, ამიტომაც დიზელის და გაზის მანქანები ძალიან პოპულარულია არის, ვიდრე ბენზინი და აი ჰიბრიდზე მომუშავე ავტომობილი მაგალითად რომელიც საშუალო წვავს 6-7 ליტრს შეიძლება დიზელმა უფრო ეკონომია გაუკეთოს თანხობრივად რა 10 ლიტრს რომელიც წვავს ვიდრე ჰიბრიდი. დიზელის ძრავები უფრო გამძლეებია. ხო. თან წეხანას აღვნიშნე არა მარტო ბალონი, თვითონ ძრავიც ისე არის აწყობილი რომ გაუძლოს გაზის ოქტანობას, სქელი კედლებით არის. და ბალონთან ერთად ძრავიც მუდმივად აი მილიონს გემსახურებად. აი თქვენ მით უმეტეს კორეაზე გაყიდვები ვინც ხართ და ჩვენ სხვათა შორის გვაქვს უკვე გამოცდილება რომ ფაქტურად მილიონიანი მანქანებია ესე ვეძახით რა. ის აიძეც არის ახლა კენკარზე რომ შედიხარ მილიონი აქვს გარბენი, მანქანა იქოქება დადის გამართულია. მშვენივრად გამოიყურება, ჩამოდის და მე აქ კიდე 1 მილიონს გადის ალბათ აკაურის. იყრება, ან იქვე იყრება, ჩამოდის და კიდე 1 მილიონს გადის იქეთ და აი სამწუხარო, ხო, უნდა დააკონკრეტო ენქარის მანქანებზე არა საუბარი, იქიდან ენქარიდან ჩამოყრილი არ ჩამოდის მეგობრებო, ამაზე გარანტიას ვიძლევით. ბევრჯერ ვთქვით ეგ უკვე და იმედია ჩვენი მაყურებელი ვინც არის, იმათ მაინც დაიმახსოვრეს, იმიტომ რომ მეგონი ყველა გადაცემაში მაკითხვაზე უკვე. ყველა გადაცემაში უნდა ვახსენოთ. და იმ ხალხისთვის ვინც ამბობს რომ კორეაში ისტორია არ მოწმდება, ჩვეულებრივად როგორც ამერიკაში ამოწმებთ Carfax-ით 2007 წლიდან არის დარეგისტრირებული კომპანია, რომელსაც აქვს წლომა სადაზღვევო ისტორიაზე, სახელმწიფო ბაზებზე და როგორც ამერიკაში მოწმდება, იმაზე უკეთესად მოწმდება როგორც გარბენი, ასევე ავტომობილის ისტორია. შესაბამისად, ვინც გეუბნებათ, რომ კორეაში მანქანა არ მოწმდება, იმას თავისი რაღაცა ჯართის გაყიდვა უნდა და ამიტომ ტენით ავტოვინის მანქანას რამოდენიმეჯერ მე პირადად მქონდა ესეთი შემთხვევა და აი ამ შემოწმების ხარჯზე გადავარჩინე ჩემი ახლობელი აქ ნაყიდ მანქანას. რამდენიც კიდე. ხო, აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ქონდა გარბენი. ბევრისთვის გულიც დაგვიწყვეტია, რომელსაც უკვე ნაყიდი ყავდა და შემდეგ უკვე გაიგო ჩვენ შესახებ და როდესაც გადავუმოწმეთ გარბენი. თემიდან გადავუხვიეთ ბოდიში. მოკლედ იმის თქმა მინდოდა რომ იმის გამო რომ უაზრო კანონია, ნამდვილად უაზრო კანონია და ჩვენ ვეცდებით ამ კანონზე რაღაცა ცვლილებები შევიტანოთ. კი, ბატონ ალექსისთან, ავტომობილების ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად ვეცდებით რაღაც ცვლილებები შევიტანოთ ამ კანონში, იმიტომ რომ აი ეს კანონი არის არასწორი, ამ ავტომობილების შეძენისგან ძალიან ბევრი ადამიანი იკავებს თავს და ძალიან გამძლე მანქანები, რომელიც შეგიძლია არ შეგაწუხოს და დიდხანს გემსახუროს, თითქმის აღარ ჩამოდის საქართველოში. და რომლებიც ჩამოდის ხოლმე დაუზიანებელი ვერსიით. ხო, აი
სამწუხაროდ ძალიან ბევრს ჭირდება, უნდა, მაგრამ რაღაცა ამ მომენტების გამო თავს იკავებს. იმედია რაღაც გარდატეხას მოვახდენთ ამ საკითხში და პირველ რიგში ხალხის დახმარება დაგჭირდება, ვისაც ქარხნულ თხევადგაზე ან თუნდაც ჩვეულებრივად გაზემომშავე ავტომობილები ყავთ, გავერთიანდებით და მოკლედ შევიტანთ ჩვენს წინადადება სამინისტროში ამ კანონის შეცვლასთან დაკავშირებით. ეხლა კი ჩემი საყვარელი რუბრიკა ხრიკები და ტყუილები ავტოიმპორტიორ კომპანიებში. აბა, რას გვეტყვიშოთა? დღეს მინდა განვიხილო ესეთი თემა. ავტომობილის დაზიანების ანაზღაურების თემა. ყველაზე მტკივნეული თემა. დავიწყოთ მთავარით. მიდიხართ კომპანიასთან, გეუბნებიან რომ არის ანაზღაურება ამ ფრანშიზით, კონკრეტულად ამ თანხაში, ამ თანხის იქით. კონკრეტულ პირობებს გაგაცნობენ, მაგრამ პრობლემები იწყება შემდეგი სიტუაციიდან. მაგალითად, ვიყიდე ძალიან ძვირიანი მანქანა, გამიფუჭეს ძრავსაფარი, თუ ფრთა, რა მნიშვნელობა აქვს რა ნაწილი და ამ დროს დაითვალა სადაზღვევო კომპანიამ, რომელიც თანამშრომლობს ავტოიმპორტიორ კომპანიასთან, დაითვალა რაღაცატომ ჩინური ნაწილის ფასებით. ტაივანის ჭყალებში. ან ტაივანის ნაწილი. რა უარესი. და აქედან იწყება ძალიან დიდი პრობლემები, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, გაწევ-გამოწევა, როდესაც თავში არ იყო ნათქვამი. ყოველთვის მოიკითხეთ რა ნაწილებით ხდება დაანგარიშება, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობაა მათ ფასებს შორის. ვიცით რომ დაახლოებით ორმაგი ფასებია ორიგინალ ნაწილებზე და ორმაგი ფასებია. ორმაგად იაფია ტაივანი და ჩინეთი. გააჩნია მოდელს, მაგალითად, ზოგ მოდელზე საერთოდ არ არსებობს ტაივანი. ჩვენ გქონდა მსგავსი პრობლემები და დარწმუნებული ვარ, ბევრს ექმნება ეს პრობლემები და ეს არის ბოლო ყველაზე ცუდი საკითხი, როდესაც თქვენ ჩამოგხავთ მანქანა და რატომ? როდესაც მანქანას მიიღებთ, ეს არის უკვე კულმინაციური მომენტი, რაღაცა განწყობა კარგი გაქვთ, გიხარიათ რომ ჩამოგივიდათ ის მანქანა, რაც შეუკვეთეთ, რაც იყიდეთ. გზაში რა თქმა უნდა ხშირია დაზიანების მომენტები და როდესაც აღდგენას გითვლიან რაღაცა ძალიან იაფიანი ნაწილები და საბოლოო ჯამში ხელში გრჩებათ 100-200 ლარი, როდესაც დაზიანებაა დაახლოებით $500-იანი, ეს იწევს ისეთ უკმაყოფილებას დამკვეთში, რომ ალბათ აღარ მიუბრუნდება იმ კომპანიას. ლოგიკურიცაა, ეხლა სისულელია შოთა, ეხლა მე დამიზიანეს ორიგინალი ნაწილი, რატომ უნდა შევცვალო ის ჩინური ანალოგით, ხო? მე ხო ორიგინალი გამიფუჭდა. ნაწილსო თავი დავანოთ, ბოდის შეგაწყვეტინე, ღებვას ანაზღაურებენ. ღებვასაც არ ითვლიან. არა, 150 ლარად ზოგჯერ ითვლიან ნაწილს, აი სიტყვა და ვინ ღებავს 150 ლარად? ან თუ ღებას როგორ ღებავს? ამაინტერესებს. ბიჭებო, მან დიწყება მერე ქვე პრობლემები, ღებვის დაანგარიშებასთან დაანგარიშებით დაწყებული. და შემდეგ მოხსნა დაყენებას ზოგი ართვლის, ზოგი თვლის. მოხსნა დაყენებაც აუცილებელია, იმიტომ რომ ასე რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ხრიკი და ძალიან არასასიამოვნო მომენტი, როდესაც ანაზღაურება ხდება გარკვეული კომპანიების მიერ ტაივანის და ჩინეთის ნაწილებით, როდესაც მაგალითად შენ ჩამოიყვანე 2020-იანი E-კლასი მაგალითად ან 2022-იანი მე-4 სერია BMW და ასე შემდეგ. დავაკონკრეტოთ შოთა მაყურებლისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს, რატომ არის ეს ხრიკი. ხრიკი იმიტომ არის, მეგობრებო, რომ ალბათ შეგხვდებათ რეკლამები, სადაც აცხადებდნენ, ან თუნდაც რომ მიხვალთ რომელიმე კომპანიაში, გეუბნებიან, რომ ჩვენ ვაზღვევთ აუქციონის სურათებიდან, რაც ძალიან მაგარი არის, ჩვენ თვითონაც TL Group-ი ვაზღვევთ აუქციონის სურათებიდან, იმიტომ რომ ძალიან ხშირი არის ბიჭებო დაზიანება, რომ აუქციონის სურათებში არ აქვს და როდესაც ჩვენი ევაკუატორი მიდის ავტომობილის წამოსაყვანად, იქ უკვე ხდება დაზიანება, რადგან სადგომზე შეიძლება ეს მანქანა 9 თვე არის, 1 წელია და ну მოდის გადაადგილების დროს მოსდის და უმაგრესია, როცა კომპანია ამაზე იღებს პასუხისმგებლობას და ესეთი რეკლამები ალბათ ბევრი შეხვდებათ. ჩვენ ვაზღვევთ აუქციონის სურათები. კი ბატონო, ჩვენც ვაზღვევთ. მაგრამ არავინ არ გეუბნებათ იმ ფაქტს რეკლამებში, რომ ჩვენ ვაზღვევთ და ვანაზღაურებთ ჩინური ნაწილებით, ჩინური ანალოგით. პირადადაც დარწმუნებული ვარ, ბევრს ქონია შემთხვევა, როდესაც კომპანიაში მიდიხართ და მანქანას ყიდულობთ, არც ამას გეუბნებიან პირადად. ეს ფაქტი ხდება თქვენთვის ცნობილი, მაშინ მხოლოდ როდესაც უკვე პრობლემის წინაშე გადავიდეთ. დავამატებ და სამაგიეროდ ესე გეუბნებიან, რომ
ანაზღაურება ხდება ტაივანის ან ჩინურის ახალი ნაწილებით და ეს ახალი კარგი არის ხო? უნდა დაიჯეროთ და გაითავისოთ ახალი ნაწილებით უნდა იყოთ კმაყოფილი. შესაბამისად იქ არის გარკვეული პრობლემები. არ მიდის ეს ნაწილი იმ კონკრეტულ მანქანაზე, რაღაცა ცუდად ერგება, ზაზორი სწორად არ ჯდება და რიგი პრობლემები იმის მაგივრად რომ სიტყვაზე მომხმარებელს დაუკმაყოფილოს, სიტყვა ზარალი რა, აუნაზღაურო ადეკვატური თანხით, პირიქით რატო ცდილობენ არ ვიცი, იმიტომ რომ ის შენთან მეორედ აღარ მოვა. აი მაგას პოლიტიკას არის შეყრა არის ფაქტობრივად. ყოველ შემთხვევაში ეს რუბრიკა იმისთვის არის ზუსტად რომ თქვენ იცოდეთ თუ რა ხრიკებია ავტოიმპორტში და როდესაც უკვეთავთ ავტომობილს ასე ვთქვათ ჩაიკითხეთ რა ნაწილებით ხდება ანაზღაურება. კი, ნამდვილად ეს ყველა დეტალი უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებული ავტოიმპორტიორ კომპანიასთან და მე არ მინდა ეხა ერთი მხრიდან გამოგვივიდეს, მოდი ეხა ყველამ ვიცით რა ხდება ანაზღაურების დროს და მოდი მეორე მხარესაც შევხედოთ. არის ხოლმე როცა კომპანია პატიოსნად დაუთვლის, მაგალითად ჩვენ ყოველთვის პატიოსნად უთვლით, რაც ჯდება, ანუ ერთი ნაწრის შეღებვას უთხრით 300 ლარით, როცა რეალურად ანუ 250 ლარათაც შეიძლება შეიღებოს და ზოგ კომპანიას ერთ 150 ლარში უთვლის და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ არიან მომხმარებლები, ანუ მეორე მხარე, რომელიც ცდილობენ მაქსიმუმი ამოიღოს შენგან, შენ უთვლი პატიოსნად, რაც არის მართლა იმ ავტომობილის აღდგენის საფასური, მაგრამ მომხმარებელი ცდილობს შენგან 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეტი ამოიღოს. ამიტომ მე 400 ლარად ღება გეუბნება. 400 ლარად ღება და 400 ლარად ლაშა, თუმცა ჩვენი შემთხვევა გავიხსენოთ, არის გარკვეული მანქანები, რომლებიც მართლა რომლის նաჭრის შეღებვაც ცოტა ძვირი ჯდება. ეს არის საუბარი ახალ მანქანებზე და ფერი არის ეგეთი ანუ ჩვენი მხრიდან ესეთ გამონაკლის სიტუაციებში არ ვიხევთ უკან და ადეკვატურად მოქმედებს დამკვეთის მიმართ. იმის თქმა მინდა მეგობრებო და იმის თქმა გვინდა ყველას რომ ჩვენც ვაზღვევთ ავტომობილებს აუქციონის სურათებიდანვე კორეა, ამერიკა არ აქვს მნიშვნელობა. ვანაზღაურებთ ადეკვატურ ფასებში, ყველანაირად ადეკვატურში თავისი შეღებვა, მოხსნა დაყენება, ნაწილის ფასი ორიგინალის და არა ჩინური გაუსმევ ხაზს და მინდა გითხრათ რომ უკმაყოფილო ნამდვილად არავინ არ ყოლია დაზიანების ანაზღაურების მხრივ. დაჟე რაღა იყო და არ არის ახლა სათქმელი, მაგრამ რაც არ გვეკუთვნო და ისიც კი არ გვინაზღაურებია და ბევრი მიხვდება ვის გულისხმობ. მინდა შევახსენო ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად და ძალიან დიდი სიფრთხილით ვტვირთავთ ამერიკაში ავტომობილებს, თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, რომლებიც პროცენტულად ძალიან მცირეა საბედნიეროდ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ცოტა მანქანა იყოს დაზიანებული, რადგან ყოველთვის დამკვეთი ელოდება დაუზიანებელ ავტომობილს. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც მართლა ვაწარმოებთ, ან ძალიან ცოტა შემთხვევები გვაქვს ავტომობილების დაზიანების და ის იმ ცოტა შემთხვევებშიც მოკლედ მომხმარებელს კმაყოფილს ვტოვებთ. აბა ბიჭებო, დღეს ვინ რაზე ვთამაშობთ? მე დღეს ვთამაშობ 2022 წლიან Honda Insight-ზე, ტურინგ პაკეტია, მაქსიმალური კომპლექტაცია. მაქსიმალური ხო და პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ წინა მოდელებთან შედარებით დიზაინის მხრივ აქვს აი ძალიან დიდი ნახტომი, ზოგი ვერ არჩევს აკორდს და წინა კუზაო ესე ვთქვა თუ იყო ძარა კი ბატონო ესე ვთქვა თუ იყო პრიუსის კონკურენტი და იმას ადარებდნენ ერთ სიმახინჯეში გაყავდათ, ეს არის კოსმოსი იმასთან შედარებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას დაზიანება გვაქვს. დაზიანება ხოლმე წინა მხარეს არის აირბაგია გახსნილი საჭის, რაც პრობლემა არ არის ამის შეცვლა. გარბენეკ 51800 იქოქება და სტატუსით არის და მომხმარებლის თხოვნით ჩვენ ეს მანქანა ამ მანქანაზე უნდა ვითამაშოთ $9000-მდე, რაც საკმაოდ კარგი თანხა არის. სავარაუდოდ დიდი ალბათობით მოიგებს კიდეც, შეიძლება მორჩეს კიდეც 9000-მდე. კი ბატონო, კი. ძალიან კარგი ფერია, მაქსიმალური პაკეტია. ბაზარზე მოთხოვნადი და მინიმალური დაზიანება აქვს ფაქტიურად. იქ ქვემოთ მე მგონი არც არაფერი არ აქვს, ხოლო ბამპერი უნდა და მორჩა. მეტი არაფერი აჭირდება. კი, აი თვითონ ემბლემატიკა ადგილზეა. ძალიან კარგი, მშვენიერი, ძალიან კარგი ავტომობილია. პალიშები გაუხსნელია.
მარტო საჭის არის გახსნილი. შვენიერი. გისურვებთ წარმატებებს, იმედია. ჩვენ მომხმარებლებსაც ყველას საერთოდ უსურვებთ წარმატებას და იმ ფასში მოგებას, რაც გათვლილია. დიდი ალბათობით შენია ეს ავტომობილი, იმიტომ რომ 9000 კარგი ბიუჯეტია ადგილს. ძალიან კარგი. შემდეგი, აბა, შოთა, შენ რა ავტომობილი ყავს? მე სათამაშო მაქვს Tesla Model Y-ზე 2023-იანი, რომელსაც დაზიანება აქვს ძალიან მცირე. უწერია რომ რაღაცაზე შეხტა, ქვედა დაზიანება აქვს, ეგრეთ წოდებული undercarriage. საბუთები მოსაწესრიგებელი აქვს, თუმცა არანაირი თანხა არ ჯდება. გარბენი აქვს 52000 მაილი და ვაპირებთ რომ დაახლოებით $13000 მოვიგოთ. მაგარი ფასია 23 წლიანისთვის. ეს არის 4/4-ზე ვერსია long range. აირბაგები საერთოდ გაუხსნელი აქვს და დაზიანებაც არაფერი. დაზიანება უმცირესი აქვს და შევეცდებით რომ იქნებ მოვიგოთ $13000. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებ შენ და შენს მომხმარებელს, იმედია ეს ავტომობილი თქვენი იქნება. ფერი ძალიან კარგია, შიგნიდან შავი ტყავის სალონით არის. ერთი სიტყვით ძალიან მაგარი მანქანაა. მე შესამოწმებლად ვაგზავნი ჩვენ წარმომადგენლებს Infiniti Q50-ზე 2015 წლის. მანქანას კი, ეს არის 2.2 დიზელი, Mercedes-ის ძრავი და Mercedes-ის სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. მანქანას აქვს 2 ინციდენტი, ერთი მსუბუქი, ხოლო მეორე საშუალო წინა მხარე. გარბენი რამდენი აქვს მე? გარბენი აქვს 122000. მაგ მანქანისთვის ძალიან კარგი გარბენი. კილომეტრი. იდეალური გარბენია, არაფერი არ არის ფაქტიურად, 2015 წლის არის თან. კომპლექტაცია? კომპლექტაცია არის პრემიუმ კომპლექტაცია, საშუალო კომპლექტაცია არის და მანქანა საქართველოსამდე ჯდება $5550. ძალიან ულამაზესი ავტომობილი, დაუზიანებელი მანქანა. ძალიან მაგარი ფერი და ამ გარბენით ძალიან კარგია, კი. 5.5 საქართველოსამდე თავის გზიან. ძალიან ესეთი ლამაზი შორის უკვე ავტომობილია. პოპულარულია ეს მანქანა ჩვენ. კი, იმიტომ რომ ანუ ახალგაზრდებისთვისაც და რავი, ნებისმიერისთვის ხა ამ ავტომობილზე მახინჯს ვინ იტყვის, ანუ ამ ფასში მოგდის ძალიან კარგია დიზაინი და ხარისხი. კლასიც კარგი არის და რავი, იაფად მოგდის ულამაზესი ავტომობილი, ან ცოტა გამორჩეულია. კი, ვიზუალით. კი, საქართველოში ბევრი არ დადის და ძალიან მაგარია და მინდა დავამატო რომ გამძლეც არის. მართლა მაგარი გამძლე არის. ლამაზი და ამოვიდოს ბრუტალური წინა მხარე. ამ ფასში რომ ესეთი მანქანა ჩამოგდის, ისეთი რომ ხელის დადება არ კიდე არაფერზე, აი ძალიან მაგარი. და მე მგონი ამის დიზელი არ უნდა შეეშინდეს მომხმარებელს ამის დიზელის ძრავით. ძველი Mercedes-ის ძრავი. ლეგენდარული 2.2 Mercedes-ის ძრავი და Mercedes-ის სიჩქარიანი გადაცემა იდეალური კომბინაცია. წარმატებები მომხმარებელს. იმედია კაი მანქანა იქნება. ხო, იმედია შემოწმებისას არაფერი ცუდი არ ამოვარდება, ესე ვთქვათ. ძალიან კარგი. წარმატებები მიშა შენს და შენ მომხმარებელს. წარმატებები ბიჭებო ყველას. მოკლედ ეს იყო TL Time-ი, ჩვენ კი ვართ TL Group-ი, ჩამოყავს ავტომობილები კორეიდან და ამერიკიდან. ჩვენი მისამართებია თბილისი, ჯუმბერლეჟავას 22 ნომერი, ჰუალინგის სვის პლაზა, ქუთაისი, რუსთაველის 32 ნომერი. ტრადიციულად ვიმყოფებით ტედის ბარში, დრანკ ტედიში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ტედის გადაუხადო ამ სივრცის დათმობისთვის. თქვენ კი დაელოდეთ TL Time-ის ახალ ეპიზოდებს და არ დაგავიწყდეთ ჩვენი ახის გამოწერა. აუცილებლად ჩვენთვის დიდი мотиваცია იქნება ეს. ლაიქიც მე მგონი მარტივია.